რას ვაკეთებთ? შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დღეში 26 მაისს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, თუ ცალკეული ადამიანი, ვისაც ევალება, ან ვალდებულია საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცეს პასუხი, არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე და აქ-იქ ისმის კითხვა რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ პასუხი. არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არათანამშრომლობა რეჟიმთან არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოვება არის გეგმა. ჩვენ მიგვაჩნია რომ 26 მაისი უნდა იყოს რაღაც საეტაპო განცხადების დღე და ვთვლით რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დრო არის რომ ჩვენი პოზიცია ოპოზიციის და დიდმა ნაწილმა თუ ყველა არა იყოს დაფიქსირებული, იმიტომ რომ მარტივად უნდა გვესმოდეს რა, არსებულ პირობებში, პოლიტპატიმრების ციხეში, არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დროს, ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე, სავარაუდოდ დამატებითი პოლიტპატიმრებით, იმიტომ რომ 26 მაისამდე არის ზურაგირჩი ჯაფარიძის პროცესი, ხო? ამ ვითარებაში თუ კი ვინმე აპირებს ამ სტატუს-კვოთი მონაწილეობის მიღებას, ეს არის ქართველი ხალხის ამ პროცესის ღალატი. ყველა პარტიას ვურჩევდი, მიხედავთ საკუთარ საქმეს, საკუთარ ამორჩეველს, საკუთარ დღის წესრიგს, ჩვენ ძლიერ საქართველოში გაგვაჩნია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმით, როგორ უნდა მივახციოთ ამ ქვეყნის პროგრესს და წინსვლას, ამიტომ ყველა პარტიას ვურჩევდი, რომ საკუთარი ამორჩევლით და საკუთარი საქმით დაგავდეს, ჩვენი საქმე გვაქვს და როდესაც საჭირო ჩავთვლით და რასაც საჭირო ჩავთვლით, მოვახსენებთ საზოგადოებას. ზოგიერთი მათგანი ფაქტია, რომ ხედავს იმას, თუ რა საფრთხის წინაშე დგანან, კონკრეტულად ის, რომ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, პრაქტიკულად გაიწევიან მთლიანად პოლიტიკური სივრციდან, თვით დესტრუქციით, თვით დაზიანების რეჟიმში მოუწევთ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გაუქმება, პოლიტიკურად ბუნებრივია. ამიტომ ნამდვილად არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან იდგმევა ნაბიჯები, აქტივობები იმისთვის რომ რაღაც გარკვეული მომგებიანი პოზიციით შემოვიდნენ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ სივრცეს. ეს არიან სულ ფრუსტრაციაში, შესაბამისად ნიკა მელია ხა მიიღებს მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, ამით რა თქმა უნდა აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ამ რადიკალებს, იმ რადიკალებსაც, ვინც გამოთქვამენ, ანგრიად გამოთქვამენ სრულს ან საკუთარ ამომრჩეველს უმალავენ იმ ფაქტს, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება რა თქმა უნდა მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებდნენ და ასრულებდნენ დავალების მიმცემების განკარგულებებს, იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ეს შეთქმულება დასრულდა მათი კრახით.